ჩვენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ. ჩვენ მომავალი ხელოვნები ვართ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის კულტურის შენარჩუნებას და შენებას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ კი თითქმის 20 დღეა ვიკავებთ ჩვენივე უნივერსიტეტის ფოიეს. ვიკავებთ, რადგან ქვეყანა, სადაც საუკეთესო მოქალაქეები ციხეებში არიან გამომწყდეული, თავად ციხედ გადაქცეულა. ჩემით ფოიეში, რადგან უნივერსიტეტი, რომელიც დუმს უნივერსიტეტი აღარ არის. სანამ საყოველთაო წინააღმდეგობის ორი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. სანამ არ გათავისუფლდებიან რეჟიმის ტყვეები და სანამ ახალი თავისუფალი არჩევნები არ დაინიშნება. ამავე მოთხოვნის შესრულებას მოვთხოვ, რადგან უსამართლობა საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს. რადგან მომავალი, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, ჩვენი მომავალი არ არის. როცა ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეები რეჟიმის მძევლები არიან, უნივერსიტეტის ფოიეში ვჩებით სოლიდარობის ნიშნად, რადგან მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია, მათი თავისუფლება ჩვენი თავისუფლება. ჩვენი პროტესტი მხოლოდ ამ მოთხოვნებს არ ეხმიანება. ამ აქტით ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას. უსამართლობას, რომელიც არა მხოლოდ ამ რეჟიმის, არამედ წინა ძალაუფლების შხამიანი მემკვიდრეობაცაა. ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას, რომელიც ხალხს ართმევს სიცოცხლეს, ღირსებას, რომელიც ხალხს ართმევს ცხოვრებას, ხმას. ჩვენ ვაპროტესტებთ სოციალურ უთანასწორობას, რომელიც ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის ოქროს სასახლეებს აშენებს, ხოლო დანარჩენებს შიმშილისა და სიღატაკისთვის გვწირავს. ჩვენ ვაპროტესტებთ მიწების გასხვისებას და ქვეყნის გაყიდვას, რომელიც ჩვენს წარსულს და ჩვენს მომავალს სპობს. ჩვენ ვაპროტესტებთ უხარისხო და ხელმიუწვდომელ განათლებას, რომელიც პრივილეგიად ქცეულა და არაუფლებად. ჩვენ ვაპროტესტებთ არარსებულ საყოველთაო ჯანდაცვას, რომელიც მტანჯვალის სიკვდილისთვის გვიმეტებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ვალებში ჩაძირულ მომავალს, როცა სიცოცხლის ფაცი მხოლოდ პროცენტებში იზომება. ჩვენ ვაპროტესტებთ ემიგრაციას, ვაპროტესტებთ სიღარიბეს, დისკრიმინაციას, შიმშილს, სასაცილო პენსიებს, დაბალ ხელფასებს, შრომით ჩაგვას, გამოსახლებებს, ტერორს, ხელოვანთა და ინტელექტუალთა დევნას, რეპრესიებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ყველა იმ ჩაგვას, რომელიც ქვეყანას ანგრევს და ცხოვრების უფლებას გვართმევს. დღეს უნივერსიტეტი წინააღმდეგობის სტრატეგიული ცენტრია. აქ და ახლა ჩვენი ქალაქის ყველაზე ცოცხალი ადგილია. აქ იბადება ხარისხიანი და კრიტიკული განათლება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. კულტურის კერა, რომელიც არ ემორჩილება ცენზურას. ერთობის სივრცე, სადაც ერთმანეთის ხმა გვესმის, სადაც ერთმანეთის ხმას ვიცავთ. ჩვენ სტუდენტები ვართ და პირობას ვდებთ ჩვენ გავათავისუფლებთ ქვეყანას, რადგან გჯერა, რომ თუ სამართალი არ იქნება, მშვიდობა დაისარგებლება. ჩვენ დავიხსნით მონობისს. თუ სიჩუმეს გვაიძულებენ, სწორედ მაშინ არ გავჩნდებთ. ჩვენ მაინც ვიტყვით ჩვენ საქმეს, ვიტყვით ხმამაღლა, მაინც ვიბრძოლებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ სანამ არ გავიმარჯვებთ. ძალა სტუდენტების ერთობაშია, სოლიდარობა ყველა ჩაგრუნს, სეცხლიანი გარკვევა.